რა იპოვეს პირამიდების ქვეშ. ეგვიპტის პირამიდები და ზოგადად ეს ცივილიზაცია რომ გასაოცარია ამაზე საუბრით დროს არ დავკარგავდა, ჩემთვისაც რომ განსაკუთრებულია ამას მოწმობს კოდის დეკორაციაში გამოყენებული პაპირუსებიც. ეს ეპიზოდი საგანგებოდ მოვამზადე მაყურებლების დიდი ინტერესიდან გამომდინარე და იმასაც ვიტყვი, რომ რაზეც ახლა ვისაუბრებ, არ არის საბოლოო მეცნიერული დასკვნა ან კვლევის შედეგი. ეს არის პირველადი მონაცემები და ამის მიღმა გავრცელებულია უამრავი დეზინფორმაცია თუ ფანტასტიკური ვარაუდები. ამიტომ მე არაფერს არ დავამტკიცებ და ვისაუბრებ მხოლოდ გავრცელებულ ცნობებზე, როგორც სამეცნიერო, ისე ფუტურისტული ხედვებით. გნებავთ კონსპირაციებით. მოკლედ, რა იპოვეს რამდენიმე დღის წინ გიზას პირამიდების ქვეშ. ეს არის ელექტროცენტრი, მაგნიტური ველების შემკრები ბაზა თუ ანონაკური ცივილიზაციის ტექნოლოგიური ნარჩენი. საუკუნეების განმავლობაში არქეოლოგებმა და ისტორიკოსებმა აღმოაჩინეს რამდენიმე დამაინტრიგებელი არტეფაქტი და მინიშნება დიდი პირამიდის შიგნით. ამ აღმოჩენება გამოიწვია სხვადასხვა თეორიები მისი დანიშნულების, მშენებლობის მეთოდებისა და სიმბოლური მნიშვნელობის შესახებ. შეზღუდული ტექნოლოგიის გათვალისწინებით საიდუმლოა თუ რა კონსტრუქციის ტექნიკა გამოიყენეს მასიური ქვების ასაწევად და დასაყენებლად. ზოგიც კი ამ საოცრების განმახორციელებლად ანუნაკების, ზოგადად უცხოპლანეტურ ცივილიზაციას თვლის. იმ გაგებიდან გამომდინარე, რომ მაშინდელ ადამიანს ტექნოლოგიური თვალსაზრისით ამისი ძალა არ შესწევდა. ახალმა აღმოჩენამ კი კონსპირაციები კიდევ უფრო გააძლიერა. ბოლო რამდენიმე დღეა ინტერნეტი მოიცვა 1000-მა ვარაუდმა. მოდი გავიგოთ, რას ამბობს მეცნიერება. გიზას პირამიდების ქვეშ აღმოჩენილი მიწისქვეშა ნაგებობები უძველესი ენერგეტიკული ქსელის შესახებ ახალ შეთქმულების თეორიებს აღვივებს. ახალი აღმოჩენა ხეფრეს პირამიდის ქვეშ აძლიერებს თეორიებს, რომ ეგვიპტის საკულტო ძეგლები უძველესი ენერგეტიკული კერა იყო. განსაცვიფრებელმა ახალმა რადარულმა კვლევამ შოკის მომგვრელი რეაქცია გამოიწვია, რადგან გამოავლინა უზარმაზარი მიწისქვეშა კომპლექსი გიზას პირამიდების ქვეშ. რამაც შესაძლოა გააქარწყლოს ძველი რწმენა, რომ ეს სტრუქტურები მხოლოდ სამეფო სამარხებად იყო აგებული. სინთეზური დიაფრაგმის რადარის SAR-ის ტომოგრაფიის გამოყენებით მეცნიერებმა კორადო მალანგამ პიზას უნივერსიტეტიდან და ფილიპო ბიონდომ სტრატკლაიდის უნივერსიტეტიდან დაასკანერეს ხეფრეს პირამიდა და აღმოაჩინეს მიწისქვეშა სისტემა, რომელიც გადაჭიმულია სამივე ძირითადი პირამიდის ქვეშ 2 კილომეტრის რადიუსში. დასკვნებში, რომელიც საჯარო გახდა სამეცნიერო ნაშრომისა და 15 მარტს გამოქვეყნებული პრეს-რელიზის საშუალებით, დეტალურადაა აღწერილი 5 იდენტური მრავალი დონის სტრუქტურა, რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული გეომეტრიული გადასასვლელებით ხეფრეს პირამიდის ძირთან. კიდევ უფრო თვალშისაცემია 8 ვერტიკალური ცილინდრული ჭა, რომლებიც გარშემორტყმულია სპირალური ბილიკებით, რომლებიც ეშვება ზედაპირიდან 648 მეტრზე. ეს ჭაბურღილები საბოლოოდ ერწყმის 2 მასიურ კუბის ფორმის განყოფილებას, დარბაზს ან ოთახს, რომელთაგან თითოეული 80 მეტრი დიამეტრისაა თითოეულ მხარეს. რიზის რეპორტის ვიდეოში ნათქვამია, რომ ეს აღმოჩენა სერიოზულ გამოწვევაში აყენებს დიდი ხნის რწმენას, რომ პირამიდები მხოლოდ სამეფო სამარხების ფუნქციას ასრულებდა. სამაგეროდის ამყარებს 10 წლეულების მანძილზე გავრცელებულ არამეცნიერულ თეორიებს, რომ ამ სტრუქტურებს შესაძლოა ჰქონოდათ მაღალტექნოლოგიური, მაგალითად ენერგიის გამომუშავებისა და მოხმარების ფუნქცია. მსგავსი თეორიები ახალი არ არის. გამომგონებელმა ნიკოლა ტესლამ ერთხელ ივარაუდა, რომ პირამიდები შესაძლოა აგროვებდეს და ამით რაღაც ძალები იყენებდნენ დედამიწის ბუნებრივ ენერგიას. ინჟინერმა კრისტოფერ დუნმა მსგავსი იდეები გაიმეორა თავის წიგნში გიზას ელექტროსადგური და თქვა, რომ დიდი პირამიდა მოქმედებდა როგორც გიგანტური მანქანა, რომელსაც შეუძლია სეისმური ვიბრაციები გამოსაყენებელ ენერგიად გარდაქმნას. მეგასტრუქტურა, რომელიც მეცნიერებმა ახლახან აღმოაჩინეს გიზას პირამიდების ქვეშ, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა, რაც კი ოდესმე გაკეთებულა ჩვენს ცხოვრებაში. კვლევარმა დოქტორმა სარა შრეიდერმა ლეიდენის უნივერსიტეტიდან აღნიშნა,
რომ სამარხების შესაძლოა ატარებდეს მისტიფიკაციის როლს. იმ დიდი საიდუმლოს დასაფარად, რაც შესაძლოა ამ გიგანტური შენობების ქვეშ იმალებოდეს. მისმა გუნდმა დაასკვნა, რომ პირამიდის სამარხები, რომლებიც ოდესღაც ითვლებოდა ეგვიპტის ელიტის ბოლო დასასვენებელ ადგილად, შესაძლოა ასევე ასრულებდნენ გაცილებით დიდ ფუნქციასაც. იმის მიუხედავად, რომ ორთოდოქსი ეგვიპტოლოგები კვლავ ამტკიცებენ, რომ პირამიდები აშენდა დაახლოებით ძველი წელთაღრიცხვით 2500 წელს, ახალი აღმოჩენები ამ მოსაზრებებს მაინც ეჭვქვეშ აყენებს. ხეფრეს კვლევის პროექტის გუნდმა გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გამოხატა ინტერესი ამ ადგილის გათხრებისათვის. ნებართვისთვის მიმართეს ხელისუფლებას, მაგრამ ეგვიპტის მთავრობა დიდი ხანია ფრთხილობს ამ სამუშაოებისათვის ნებართვის გაცემის დამტკიცებასთან დაკავშირებით, რადგან იქაური მთავრობიდან გამოჟონილი ინფორმაციით არ სურთ ეჭვქვეშ დადგეს ოფიციალური პოზიცია პირამიდების ისტორიულ დანიშნულებასთან დაკავშირებით. მაინც რატომ არ სურს ეგვიპტის მთავრობას მეტის გარკვევა? ან ხომ არიციან მათ უკვე ჩვენზე მეტი და მალამენ სიმართლეს? ერთი მოსაზრების თანახმად, თუ აღმოჩნდება, რომ ეს მეგალითური ნაგებობები ეგვიპტური ცივილიზაციის მიერ არ არის აგებული და მით უმეტეს მასში არამიწიერი ცივილიზაციის ხელიურებია, ეგვიპტე დაკარგავს მორალურ უფლებას ერთპიროვნულად ფლობდეს ამ ნაგებობებს და მით უმეტეს აღარ დაუკავშირდება ამ ქვეყნის ისტორიას. ის გაცილებით ფართო ცნებას და მნიშვნელობას შეიძენს საკაცობრიო თვალსაზრისით და მასზე უკვე არაერთი პრეტენზია იქნება გამოთქმული. ანუ ეგვიპტე ერთპიროვნული ფლობის უფლებას დაკარგავს ყველა თვალსაზრისით. მათ შესაძლოა ეშინოდეთ ახალი თავსატეხების და ამიტომ ამჯობინებენ განავითარონ ორთოდოქსული დოგმატური შეხედულებები ეგვიპტის პირამიდების რაობასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ რომ წარმოვიდგინოთ მასშტაბი. The Express Tribune-ის ცნობით, აღმოჩენა მოიცავს 5 ლაბირინთული დონის სტრუქტურას, 8 სპირალურ ჭაბურღილს, რომლებიც ჩადის 648 მეტრის სიღრმეზე და 2 მასიურ 80 მეტრიან კუბურ კამერას. მოულოდნელად იდეა, რომ ეს პირამიდები უბრალოდ ლამაზი სამარხები იყო, შეირყა და უძველესი ენერგეტიკული ბადის თეორიებიც აბობოქრდა. რას უნდა ნიშნავდეს ეს? ჭები და კამერები არ არის შემთხვევითი. ისინი გეომეტრიული, ზუსტი და მასიურია. ეს არ არის ბუნებრივი წარმონაქმნები. მიანიშნა წამყვანმა მკვლევარმა კორადო მალანგამ, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უნდა ვიპოვოთ მიზანი, რითაც დავიწყებთ მის შეფასებას. სპირალური ბილიკები და კუბური სტრუქტურები ამტკიცებს მის ამგებთა საინჟინრო ნიჭს. ხოლო უცხოპლანეტელთა მოყვარულებისთვის ის მოსაზრება, რომ ეს მეგასტრუქტურები უცხოთა მიერაა აგებული, კიდევ უფრო უეჭველი ხდება. სამწუხაროდ რადარებს მეტი არ შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა არქეოლოგიური გათხრები და უშუალო კონტაქტი ამ სისტემასთან. ახლა იმაზე გავაკეთებ აქცენტს, თუ როგორ და რა ტექნოლოგიით აღმოაჩინეს ეს საიდუმლო და როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია. ინტერფერომეტრული სატელიტური რადარი INSAR გამოიყენება საპროექტო ან დაინტერესის არეალში დეფორმაციების საბაზისო რუკის შესაქმნელად. გეოდინამიკურ პროცესებზე დაკვირვების გარდა ეს ტექნოლოგია გამოიყენება ძველი ცივილიზაციების დანატოვართა შესასწავლად. რელიეფის შიგნით არსებული მაღალი სიზუსტით გაზომვის საშუალებით სურათების სპეციალური ალგორითმული დამუშავება ხდება, რაც დეტალურ გამოსახულებას გვაძლევს. INSAR ტექნოლოგიით შესაძლებელია ეფექტურად განხორციელდეს როგორც ფართო არეალის გეოდინამიკური პროცესების შესწავლა, ასევე შემდგომი მუდმივი მონიტორინგი. როგორ იყენებენ ამ ტექნოლოგიას ეგვიპტეში? მათი კვლევა ჩადარდა SAR ტექნოლოგიის მონაცემების გამოყენებით, ფილიპო ბიონდის მიერ შემუშავებული სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის წყალობით, რომელიც რადარის სიგნალებს გარდაქმნის ფონონიკურ ინფორმაციად, რაც იძლევა მილიმეტრული ვიბრაციების გამოვლენის საშუალებას. ამ უახლეს ტექნოლოგიას შეუძლია გამოავლინოს მიწისქვეშა სტრუქტურები, რომლებიც უხილავია კვლევის ტრადიციული მეთოდებით და მკაფიოდ აჩვენებს შიდა სტრუქტურებს, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო. SAR-ის გამოყენებით პირამიდის სტრუქტურების არაინვაზიურად შესწავლით, სხვადასხვა კუთხიდან მიღებული ათობით ტომოგრაფიული გამოსახულების ანალიზმა შესაძლებელი გახადა პირამიდის 3D რეკონსტრუქცია და პლატოს ზედაპირის ქვეშ უფრო ღრმად ჩახედვა. მთლიანი სტრუქტურა ზედაპირის ქვეშ დაახლოებით 2 კილომეტრით ვრცელდება და ასევე მოიცავს გიზას პლატოს კომპლექსის 3-ვე პირამიდას.
ამ კონსტრუქციაში ზედმეტი მათემატიკაა, ვიდრე მხოლოდ დიდებული სამარხებისთვის იქნებოდა საჭირო. ეს არის მონაცემებით გამოვლენილი მიწისქვეშა მასიური სტრუქტურა გვიჩვენებს, თუ რა არის ამ პირამიდულ სისტემათა მექანიკური ან ფუნქციური დანიშნულება და ეს მხოლოდ ჰიპოთეზა იყო წარსულში. ამ აღმოჩენასთან ერთად მოკლედ შეგახსენებთ მანამდე გაკეთებული განსაცვიფრებელი აღმოჩენების შესახებ. რამდენიმე წლის წინ ხეოფსის პირამიდაში უზარმაზარი საიდუმლო სიცარიელი აღმოაჩინეს. პროექტს თან პირამიდში ჩართულ მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა დამალული სივრცე 2015 წლის კვლევებისას აღმოაჩინეს. წარსულში იგივე ჯგუფმა დიდი პირამიდის სტრუქტურაში თერმული ანომალიები შეამჩნია და ანალიზები ჩაუტარეს ქაიროს სამხრეთით მდებარე ეგრეთ წოდებულ მოღუნულ პირამიდას, რის შემდეგაც რუკაზე დაიტანეს მისი შიდა სტრუქტურა. აღმოჩენილი სივრცე მდებარეობს პირამიდის ამ დრომდე ცნობილი უმსხვილესი ოთახის დიდი გალერეის თავზე. სიგრძეში სულ მცირე 30 მეტრია. გადამკვეთი სექცია კი მის ქვეშ არსებული დიდი გალერეის ზომისაა. კვლევარები იმედოვნებენ, რომ მათი აღმოჩენა ეგვიპტოლოგებს ნედლ მონაცემებს მისცემს, რათა ახსნან თუ რას წარმოადგენს ეს ოთახი, ან იქნებ სულაც პატარა ერთმანეთთან დაკავშირებულ ოთახთა სერიაა. ასევე გასულ წელს ეგვიპტის ქალაქ ქაფრ-ელ-შეიხში აღმოაჩინეს შენობის ნანგრევები, საიდანაც ერთ დროს ძველ ეგვიპტელები ცას აგვირდებოდნენ. ანუ უძველესი ასტრონომიული ობსერვატორია. დაახლოებით 2500 წლის წინ ეს შენობა ძველი წელთაღრიცხვის მე-6 საუკუნის უდიდესი ეგვიპტური ობსერვატორიის ნაწილი იყო. მდებარეობდა ქალაქ ბუტოში და შედიოდა ფარაონთა ტაძრის შემადგენლობაში. ამ ნაგებობიდან ასტრონომები სავარაუდოდ აკვირდებოდნენ მზისა და ვარსკვლავების მოძრაობას, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისი იყო ძველ ეგვიპტელთა ცხოვრებაში. ეგვიპტელები ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ასტრონომები იყვნენ. მათ მემკვიდრეობას დღემდე აქვს გამოძახილი. სწორედ ძველ ეგვიპტეში დაიბადა 365-დღიანი კალენდარი და 24 საათიანი დღე. მათ სრულად ჰქონდათ აღრიცხული ხამისცა და ჰქონდათ საკუთარი თანავარსკვლავედები და ზოდიაქო, რომლის ზოგიერთი ნიშანიც დღემდე გამოიყენება. იმ მწირე მტკიცებულებების მიუხედავად, რომელმაც დროს გაუძლო და დღემდე მოაღწია, ახლად აღმოჩენილი ობსერვატორია მათ უნარებს არ მოაჩენს. შენობა ალის ზითაა ნაგები და 850 კვადრატულ მეტრს მოიცავს. აშენებულია ელის ზომის საყრდენი სვეტებით. შესასვლელი აღმოსავლეთით აქვს აისის მიმართულებით. ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეთა სამინისტროს არქეოლოგებმა შიგნით აღმოაჩინეს არტეფაქტები და ცის შესწავლასთან დაკავშირებული აღჭურვილობა. წრიულ ოთახში ასევე აღმოაჩინეს ქვის დიდი ბლოკი, ორი სხვა წრიული ბლოკით, ერთი ჩრდილოეთით და მეორე დასავლეთით. ისინიც მზის დახრილობის აღსარიცხად გამოიყენებოდა. დარბაზის შუაში აღმართულია ქვის პლატფორმა, რომელზეც გამოსახულია ძველი ეგვიპტის სამ სეზონში მზის ამოსვლისა და ჩასვლის ასტრონომიული სცენები. ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება არ გვაქვს, თუმცა არსებობს კონსპირაციული მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა არის სფინქსის ქვეშ. ზოგადად მიიჩნევა, რომ სფინქსის სტრუქტურა, რაც არის ლომის ტანი და ადამიანი ღმერთის თავი, გამოხატავს რაღაც საიდუმლოს მცველის ფუნქციას. რას იცავს სფინქსი? მიწისქვეშა საიდუმლო ქალაქს თუ ძველ ეგვიპტურ მისტერიული ცოდნის დამადასტურებელ მატერიალურ მტკიცებულებას. ამ თეორიის მიხედვით ქანდაკების ქვეშ უძველესი ეგვიპტური ცივილიზაციის მიერ დატოვებული ინფორმაცია ინახება. ეს ცოდნა ზოგიერთი ადამიანის აზრით ატლანტიდის ცივილიზაციას შეიძლება უკავშირდებოდეს. არსებობს გვირაბი, რომელიც სფინქსის ქვემოთ დიდ მიწისქვეშა ქალაქ სტრუქტურას აკავშირებს. დამალულ გვირაბში შესასვლელი სფინქსის წინა მარჯვენა თათის მახლობლადაა განლაგებული. მეცნიერები მის აღმოჩენას მართლაც ცდილობდნენ, თუმცა ჯერჯერობით ვერაფერს მიაგნეს, ან არ ამბობენ, რომ მიაგნეს. ქანდაკების მიმდებარედ ბუნებრივი ღრმულები და ჩასაძრომი ადგილები ნამდვილად არის. ასევე სფინქსის თავში არსებული ერთგვარი გვირაბი, რომელიც თავსაბურავის შესაკეთებლად უნდა გაიყვანათ. ახლო აღმოსავლეთში უძველესი დროიდან არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად სფინქსის ქვეშ სადღაც ცოდნის დარბაზი მდებარეობს, რომელშიც დაღუპული ცივილიზაციის სიბრძნე ინახება.
ცოდნის დარბაზის შესახებ ინფორმაცია ბიზანტიელი ისტორიკოსის გეორგია სინსცელის ნაშრომში არის ნახსენები. იგივე ინფორმაცია მოცემულია ეგვიპტის ტაძრების კომპლექსზე. კედის ჩანაწერებზე უძველესი საცავი არქივის სასახლედ, ჩანაწერების დარბაზად და იგივე ცოდნის დარბაზად არის მოხსენიებული. აშკარაა, რომ გიზის პლატოს ქვეშ მართლაც არის საიდუმლო დარბაზი, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახება. ეს რომ მართლაც ასეა პირდაპირ არის ნათქვამი დაკრძალვის სარიტუალო ტექსტში, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის 2000 წლით არის დათარიღებული. ყველაზე დეტალურ ინფორმაციას საიდუმლო ოთახის შესახებ კოპტური თქმულებები შეიცავს, რომელიც არაბი მოგზაურების მიერ არის ჩაწერილი. კოპტები ეს არის ქრისტიანული ეთნიკური ჯგუფი ეგვიპტეში. ტექსტებში საუბარია მიწისქვეშა გვირაბების შესახებ, რომლებიც პირამიდებიდან ცოდნის დარბაზისკენ მიდის. იგივე ინფორმაცია შეიცავს შუმერული ფირფიტები, რომლის მიხედვით ვარსკვლავებიდან მოსული ანუნაკების თავშესაფარი მიწისქვეშა ქალაქი იყო, ხოლო ქალაქში შესასვლელი გვირაბი დრაკონის კბილებიანი და ლომის სახიან ჰუვანასთან იწყებოდა. ასეთი აღწერილობა მხოლოდ სფინქსს მიესადაგება. ათობით ასეთი ინფორმაცია არსებობს, მათ შორის ისეთებიც, მიწისქვეშა გვირაბების აღწერილობა რომ არის მოცემული. ჩანაწერები უძველეს დროში მცხოვრებ ადამიანებს ეკუთვნით. მათ, ვინც გვირაბებში ნამყოფები იყვნენ, მაგრამ ხაფანგების და ხელოვნური ადამიანების, იგივე რობოტი ქანდაკებების გამო დარბაზამდე მისვლა ვერ შეძლეს. ინფორმაცია მიწისქვეშა ქალაქის არსებობის შესახებ, რა თქმა უნდა, არც თანამედროვე მეცნიერების ყურადღების მიღმა დარჩენილა და დაიწყო გიზის პლატოს დეტალური შესწავლაც. მეცნიერულად ჯერ მეტი არაფერი არ არის ცნობილი ამ ახალი აღმოჩენის შესახებ. რომ შევაჯამო, ზოგიერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ესაა გიზას ელექტროსადგური, რომ დიდი პირამიდა იყო ელექტროენერგიის წარმომქმნელი მანქანა, რომელიც იყენებს რეზონანსულ და აკუსტიკური ძალების მექანიკურ ზეწოლას ელექტროენერგიად გადაქცევისთვის. ასევე, ზოგიერთი თეორეტიკოსი მიიჩნევს, რომ გიზას დიდი პირამიდა იყო მასობრივი განადგურების იარაღი, რომელიც იყენებდა ფიზიკის ისეთ ტიპს, რომელსაც უწოდებენ პალეოფიზიკას. ცილინდრული ჭაბურღილები შეიძლება იყოს ენერგიის ან ხმის ტალღების გამტარი მილები, ხოლო კუბური სტრუქტურები შეიძლება ემსახურებოდეს ენერგიის შესანახ ან სტაბილიზაციის განყოფილებას. რაც შეიძლება ასევე წარმოადგენდეს ფართომასშტაბიანი იარაღის ან გენერატორის კომპონენტებს. და სწორედ ვიბრაციების გამოვლენა პირამიდის შიდა სტრუქტურებში შეიძლება ადასტურებდეს ყველა ამ იდეას. მეცნიერები ეგვიპტის მთავრობის ხისტი პოზიციის მიუხედავად იმედოვნებენ გათხრების დაგეგმვას, რათა მეტი აღმოაჩინონ ამ მიწისქვეშა ნაგებობის შესახებ. მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ კვლევის დამტკიცება ძალიან რთული იქნება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. დღეს სულ ესაა. შენ კი გთხოვ, რომ მოიწონო ეს ვიდეო, გამოთქვა შენი მოსაზრება კომენტარის სახით და რაც მთავარია, გამოხატო არხის მხარდაჭერა ერთი სწრაფი მეთოდის გამოწერის საშუალებით. მადლობა მხარდაჭერისთვის.